ვინ არიან ჩვენთან ერთად. ამიტომ მაყურებელი ახლა გაიგებს. გამარჯობათ, მობრძანდით. კეთილი იყოს. გამარჯობა. გამარჯობა. ჩვენ განსაკუთრებით უყვარს ხოლმე ბავშვები არიან ჩვენი სტუმრები. გურამ ჯაიანი ასამბზიურის ხელმძღვანელი და ასამბზიურის პატარა წევრები ნია ღურცკაია, კესომეტრეველი ანიშა შეიშვილი და ასევე ქეთევან ფეიქრიშვილი პიონერთა სასამართლოს დირექტორი. მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუდიაში. ბავშვებს მოუტანს კამს. მე მგონი ისედაც გავნაწილდები. თქვენ ნაწილდები. დიახ, აი ასე. გასხედით? დავეტიეთ? მე მგონი დავეტიეთ. ოღონდ ერთი წამი უნდა ადგეს ზუსტად აი ეს. მოგესალმებით პირველ რიგში, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ბატონო გურამ რომ აქ იმყოფებით. 40 წლიანი ისტორია აქვს ამ ანსამბლს. როგორ მეტი უფრო მეტიც რამდენი ზუსტად 43 წლიანი რაც არსებობს, რაც მთავარია სულ წარმატებით და სიცოცხლე არ შეუწყვეტავს, ასე ვთქვათ, აი ამ რა არის მთავარი მიზეზი ამის, რომ თქვენ დღემდე არსებობთ და არსებობთ მართლაც ესეთი წარმატებით, აი ეს ბავშვები მართალია. მე დაუმატებდი რომ თვითონ ბატონი გურამიც. თავდაპირველად იყო ბიჭების ანსამბლი, ხო, როგორც ვიზით. აი ისტორიის მოყოლა ცოტა დავით, ექსკურსი მოვაწყოთ ისტორიული ცირე. ნუ 50 რომელი წელი იყო 68 წელს მოვედი მე სასახლეში, ნუ ბიჭების ანსამბლი იყო ჯერ. ნუ დიდი ისეთი წარმატებები არ ქონდა. და ერთ-ერთ რეპეტიციაზე უკვე ბიჭები მოზდილები, საკმაოდ მოზდილები იყვნენ და რეპეტიციაზე, როდესაც ინსტრუმენტები ელაგა სცენაზე ამოვიდნენ გოგოები და ნუ ვიღაც გოგოები, სულ სხვა წრეები და დაიწყეს დაკვრა და გურამ ძვანელი, მე ვიხავი, მაშინ ერნად ხოდუა, ხალხტონის შურაჯანელიძე, ხო ჩვენ რაღაცა ვაპირებდი ისევ ბიჭების ანსამბლი, მაგრამ მე აღმოჩნდა, რომ აი ესე ძალიან კარგად, ძალიან ლამაზად ჩანს სცენიდან, რომ აი გოგოები უკრამ და მოდი მოვსინჯოთ ექსპერიმენტის სახით. და ეს გოგოებმა დაჯაბნეს ბიჭები. არა, ნუ თვითონ იდეა მოგცეს ბავშვებმა, გოგოებმა და აქედან წამოვიდა. ახალ თაობაზე რას გვეტყვით ამ პატარებზე, რომლებიც დღეს ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან? ნუ მთავარია ყოველთვის მოვთხოვნე შრომას. თუ იშრომებენ, სულ ყველაფერი იქნება კარგი. ბავშვებო, თქვენც მინდა ორი სიტყვით რამე მითხრათ, იმიტომ ხომ არის მიკროფონები. კი, მე რეკლამის დროს, როდესაც რეპეტიციას გადიოდით, დავინახე ბატონი გურამის სახე, როგორ გიყურებდათ, რაღაცა მამობრივი ზერა დავინახე. მე მართლა გულწრფელად ლამის ამეტირა. როგორი პედაგოგი ყავთ? ყველაზე კარგი პედაგოგი შეგვიძლია ვთქვათ და მზიური ჩვენთვის არის მეორე სახლი. რეპეტიციები გვაქვს ყოველთვის მივდივართ მომზადებულები და ძალიან კარგი იყო, ვიყავით იერუსალიმში, ჩავატარეთ კონცერტი და კარგად წარვდექით მაყურებელს. არასდროს ხდება, როდესაც შეიძლება დაგეზაროთ გაკვეთილი ან რეპეტიცია. არასდროს ძალიან გვინდა ჩვენ რომ მოვისმინოთ თქვენი შესრულებით. სანამ რეკლამაზე გავალთ, იმიტომ თქვენ ბოლომდე ჩვენთან რჩებით და კიდევ ბევრი გვაქვს სასაუბრო. შეიძლება ხო უკვე რომ მოვისმინოთ. კი ბატონო, მაშინ იქ მეგონი იქ უნდა დაგეთ ჩვენს პატარა სცენას. აბა რომელ სიმღერას ასრულებთ, უკვე იცით ხო? მე მგონი რეპეტიცია გავიარეთ. პირველი რომელი იქნება? პირველი თქვენ თქვით და იმას ჩართავენ. დორემი. მიკროფონთან მიდით მაშინ. მიდით. და დორემი ჩაურთეთ. დორემი. აბა დავიწყე. Aragzno
მისანინუ თუ ამას არ აგზნო შეხარდილი ცისკარი ანთებული ვარსკვლავი ამ სიმღერას რომ ამბო პირდაპირ მოუვებნელად სტუმრებთან ერთად რა თქმა უნდა და არაჩვეულებრივ კი ნამდვილად და არაჩვეულებრივ მზიურზე ვსაუბრობთ ხო? რომელიც აი ამდენი თაობაა საინტერესო. ესენი მერამდენი თაობა მეშვიდე თაობა და სულ გოგოები. სულ გოგოები. არაჩვეულებრივ პირველ თაობაში იყო ნიკო ნადირაშვილი და მეორე თაობაში ერთ პერიოდი იყო გიორგი სიხარულიძე. მაგრამ ეს თავარი ხაზი გრძელდება გოგონების ხაზი. ზაშვებია ხოლმე მე აი მზივრიდან რომ მიდიან როგორ აგრძელებენ თავიანთ კარიერას? ნუ ყველას აქვს თავისი გეგმები და სხვათა შორის მზიური რაღაც პროფესიის მიღებაშიც აქვს really. აი მოგზაურობის ზოგი მოგზაურობების მერე თქვათ მე გადავწყვიტიო აღმოსავლურ ენები ვესწავლა. ზოგი ამბობს რა არა მე კონსერვატორიაში უნდა ჩავაბარო თეატრალურში და ასე შემდეგ. ეხლა სიმღერის დროს გამიშთა განცდა რომ ტრადიციული ჟღერადობა მზიურის რომელიც არის ეს სახასიათო არ დაკარგულა ისევ ისეთი ლამაზი და განსხვავებული არის. თუმცა აი ქალბატონ კეთევას მინდა ვკითხო მაინც რა განსხვავებას ხედავთ მზიურის ძველ თაობასა და ახალ თაობას შორის იმიტომ რომ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში არის ხო მზიურის წრე და თქვენ ბუნებრივია ეს წრებით ხოლმე ალბათ თანამონაწილე ხართ გარკვეულად. ესეთი შეკითხვა არის. უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. დიდი მადლობა რომ მოგწონთ. და რაც შეეხება სხვაობას, სხვაობა უბრალოდ არის ის რომ ჩვენ დღეს არ შეგვიძლია იმდენი მივცეთ ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე ბავშვებს, რაც თავის დროზე სასახლეს ჰქონდა ამის შესაძლებლობა. ტექნიკურად ცოტა უჭირთ ბავშვებს, იმიტომ რომ არ აქვს ნორმალური აპარატურა, მათ ჭირდება განახლება, კარგი ჟღერადობა რო გქონდეს თითოეულ ინსტრუმენტს. აი ერთადერთი ახლა ეს საქსაფონი არის, რომელიც ახალი მოვახერხეთ და ვიყიდეთ. დანარჩენი პრაქტიკულად ბავშვებს უწევთ ძველ ინსტრუმენტებზე მუშაობა. არ აქვს საშუალება რომ ნორმალური აუდიტორია იყოს, ეს მათი ადგილი სხვათა შორის ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, იმიტომ რომ სახურავი დაგვიზიანდა, იმდენად რთულ მდგომარეობაშია ეს სახურავი, რომ ჩვენი ხარჯებით არ შეგვიძლია ამის გაკეთება და ხაცა იმედი გვაქვს, რომ მთავრობა დაგვეხმარება ამაში და გააკეთებს იმას, რომ მზიური დაუბრუნდება თავის ჩვეულ ადგილს, სადაც რეპეტიციები სრულფასოვნად ჩაუტარდებათ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ისინი სცენაზე გადიან რეპეტიციებს, სადაც ძალიან ბევრი ღონისძიება გვაქვს სხვადასხვა დროს და ხელი ეშლებათ. სხვა მხრივ ეს ბავშვები არაფრით არ განსხვავდებიან. ისეთივე ნიჭიერები არიან, ისეთივე არაჩვეულებრივები არიან. და ეს ურთიერთობა, რაც მზიურში ყალიბდება წლების განმავლობაში, აი ეს ურთიერთობა აქვს. და ახლა ჩვენი გასტროლი, რომელიც იყო იერუსალიმში, იქ მეც გავხდით და ამ ბავშვების ურთიერთობებს უყურებდით. როგორი არაჩვეულებრივი მოსიყვარულე ბავშვები და მზიურელები უკვე სტატუსია მზიურელი და ეს გულისხმობს რომ არიან მეგობრები და და გითხრათ რომ ბავშვებმა იცხოვრეს იქ ოჯახებში და ერთ-ერთი ოჯახიდან ქალბატონი
მოვიდა და მეუბნება რომ იცით რაო მე ადრე მქონდა ესეთი პრაქტიკაო და რაღაცნაირადო იმდენად ცოტა ისეთი მძიმე ბავშვები მყავდნენ და ვთქვი კიდევაც რომ აღარასოდეს აღარ ავიყვანო ესე ბავშვებსო და მე იმდენად მთხოვესო აქ შემდგომშიო და ეს თქვენი ბავშვები საოცრებაო აი არასდროს არ მინახავს ესეთი ზრდილებია ესეთი შინაგანი სამყაროს პატრონები ასეთი მხიარულები ასეთი აი არ ვიცი იმდენი აქესო მე ამახის გზნობა გაგიშვა აი ძალიან და ის კი არა აი ეს ბავშვებიო კონკრეტულადო ესენი რომ ჩამოვიდა თვეობით ჩემთანო იყვნენ მე თანახმავა რომ ბაცხოვრობო ჩემთანო და ეს იყო ძალიან კარგი დიდი მადლობა ბავშვებო რომ ესეთები ხართ და რაც დავარია კიდევ რაღაც სარგებლობ ხ მაპატეთ რომ მინდა გითხრათ რომ თვითონ ეს ურთიერთგაცვლითი პროგრამა დაიწყო შარშან დეკემბერში, როდესაც თვითონ ეს ებრაელი ბავშვები იყვნენ ჩამოსულები კლაიმენტ ბენდი, მე ბატონი გურამი რასაკვირველი უფრო დაწვრილებით ისაუბრებს ამაზე და იქვე იყო დაგეგმილი, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო საპასუხო ჩვენი ვიზიტი. და თუ არა ბატონი ლევან ყიფიანი ჩვენი მინისტრი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის აი ესეთი გულის ხმევა და მისი დახმარება, რასაკვირველია, ვერც იმათი ჩამოსვლა ვერ მოხერხდებოდა და პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ რასაკვირველია, ჩვენი წასვლაც იქნებოდა წარმოუდგენელი, ვერ შედგებოდა. ნამდვილად ვერ შედგებოდა, ისე რომ მე მას მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა. ხაშურის ძალიან დიდი სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ მე მგონი კვირა არ გადის, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს რაღაცა ახალ აქტივობაზე და ინიციატივაზე არ გქონდეს საუბარი, ძალიან აქტიური სახელმწიფო სტრუქტურაა ნამდვილად და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ გავაშუქოთ ხოლმე მათი ახალგაზრდული პოლიტიკა, რომელიც ამ კვირაში კიდე რამოდენიმეჯერ გამოგვივიდა ამაზე ლაპარაკი. კი ბატონო, და დღესაც სხვათა შორის არის დიდი ღონისძიება მოედანზე. სტუდენტური დღეები იგივე სამინისტრო აწყობს. სანამ ამაზე ვისაუბრებთ ნინუცა არის ჩართვაზე და ცოტა ხანი ყურადღება რომ დავუთმობთ. ნინუცა მე მგონი მზად არის. ჩვენთან ხარ ნინუც. ესე იგი ჩვენ ხბოს ხორცს ვთუშავთ ახლა იმისთვის რომ მოვამზადოთ ხბოს ხორცი საფერავში. ამასობაში უნდა დავჭრათ კომში, ხახვი, კიდევ რა შავი შავი კლიავი და ლიმონი გვექნება ინგრედიენტი აგრეთვე. ეხლა მიმდინარეობს თუშვა ხბოსი. ეს ჯერ საკუთარ ცხიმში იშუშება და შემდეგ უნდა დავამატოთ საფერავი, ხო? მაყურებელს რომ უთხრას. ეს იშუშება თავის ცხიმში ახლა. მაღალ ტემპერატურაზე იწყებს ალბათ? ანუ ესე და ახლა უკვე ვამატებთ მე ხახვს. ხახვი გვაქვს დაჭრილი ალყად. ასეთი სახით. აქვე წამოვიდა კომში. კი, წამოვიდა კომში. დავამატო? კი, შეიძლება დავამატო კომშიც. აი ასე მარტივად გადააბრუნე. აღმოჩნდება აი. ამას ჩვენ კარგად ურევთ ერთმანეთში. კლიავის ჭირი უკვე უნდა. კლიავის ჭირი ცოტა ხანში 1-2 წუთი და ანუ ეს რომ დაიწყებს თუშვას, ჩვენ ვამატებთ უკვე საფერავს. ეს გონი ყველაზე გემრიელი იქნება დღეს რაც მოვამზადეთ მათ შორის. მარილსაც. ლიმონი გავჭრა შუაზე? კი, ლიმონი გავჭრათ, დავჭრათ ესე თვითონ ნაჭრებად და ასევე ჭირი, კლიავის ჭირი ეყრებაში. და ეს უნდა ჩავაწუროთ თუ ესე ნაჭრა? ლიმონი თენთელი უნდა ჩავყაროთ. აი ასე. ამ ყველაფერს ერთად ურევთ. და რამდენი ხანი უნდა გავაჩეროთ ეს? ამას უნდა სადღაც 10 წუთი, 10 წუთში იქნება მზად. შე მეტი არაფერი აღარ უნდა დავამატოთ მორჩა. ბოლოს ვამატებთ წვანილებს. ვამატებთ ოხრახუშს გატანის წინ, თქვათ სუფრაზე მიტანის წინ. ეგ არის. აი ასეთი გემრიელი კერძები მოვამზადეთ დღეს ჩვენ და ცოტა ხანში გაჩვენებთ ყველა იმ კერძს, რომელიც ჩვენმა ჯადოსნურმა ხელებმა მოამზადა. როგორი თამამი განაცხადი იყო ნახე? დაინტრიგებულები ვართ ჩვენ სელსა რაღაც საინტერესო ირაკლის ჯადოსნურმა ხელებმა როგორი კერძები მოამზადა.
და გვემატებიან. ლია ხორბალაძე ასაუბზიურის ყოფილი წევრი და ასევე კვანცა ზექარიშვილი, რომელიც მოგესალმებით, წევრი იყო. მოდი. კი, საერთოდ. კეთი შენ ადიფიროს სტუმარს დავუყვი. არა, კამებს შემოგეშალე. უხერხულა ჩამოვიდა. არა, შედივრა. ჩვენ აქ დავმოვიდეთ ყველა. თუ გნებავთ იქ, სულ ერთია. თუ გნებავთ იქ, კამიშულში. სასწრაფოდ გვესაჭიროება გაფართოვება. აი, იპოთეკური სასწრაფო აღარ. საკუთარ ხო მაყურებელს ჩემი სტუმრები კი, შეთან უკაცრავად. არა უშავს. თავარია მოვთავსდე და თავარია დრო გვაქვს თან მას თავარია ბევრი სასაუბროთ. ამ ზიურზე სასაუბროთ. ასე მგონია რომ როდესაც ზიურზე გისვამენ შეკითხვას თვალები გიწინდებათ და გახდება ბავშვობა. ამის გარეშე არ შეიძლება. განსხვავებული, განსაკუთრებული ბავშვობა, ხო? თავისთავად. იყო სხვა სამყარო, სხვა გარემო. მე თან უკავ საუბრობთ რეკლამის დროს, მე მგონი თქვენ სხვა საქართველოში ცხოვრობთ, არა ისეთი როგორშიც ყველა. აი მძიმე პერიოდში რაღაცა ეს იყო, რაღაცა 60-ის ედემივით, რაღაცა შედიოდით და იქ იყავით ძალიან ბედნიერები, თუ გარშემო იყო გაჭირვება, ძალიან ისეთი დაძაბულობა, თქვენთან იყო ყველაფერი კარგად, თქვენ იყავით ბედნიერი. უფლისნება რომ ჩვენ ერთად მოვხვდით ყველანი და თითქმის კი არა, ოჯახზე მე დროს ერთმანეთთან ვატარებდით, ამიტომ ეს ყველაფერი იყო. პირველი ოჯახი მზიური და შემდეგ უკვე ჩვენი პატარ-პატარა ოჯახები, საიდანაც ჩვენ მოვდიოდით ის პატარა გოგონები. როგორი იყო თქვენი მზიური, თქვენი ოჯახი? ჩვენი ოჯახი იყო ძალიან ერთგული, პირველ რიგში მინდა ყველას გასაგონად თქვა და ძალიან მოსიყვარული. თბილი და ტკბილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი იმ დროისათვის პაწაწუნა ხელმძღვანელი ბატონი გურამ ჯაიანის სახით ისევ ისეთია, სულ ერთმანეთს რო ხვდებით, ვამბობთ, არ ბერდება ჩვენი პედაგოგი თქო, მაგრამ მიუხედავად მისი სიმკაცრისა, მაგრამ ეს არ შეიძლება ასე არ ყოფილიყო, იმიტომ რომ ვიყავით გოგონები და ყველას ჩვენი მისაფებები წავიდა. ერთ-ერთი პირველი იყო. ბატონო, პანჯარაც იყავით რაღაცა გარე სამყაროსთან, იმიტომ რომ ეს ის ეპოქაა, რომ პანჯრების ფარგლებში თქვენ იყავით განებირებული სწორედ მოგზაურობით უცხოეთში. კი, ვიყავით და იცით სკოლაში რომ ბრუნდებოდით და მასწავლებელი გვაწერინებდა ხოლმე, სულ ვიხსენებთ გოგონები, რომ აი ზაფხულში როგორ გაატარეთო დრო და ბავშვები აი ბებიასთან და ბაბუასთან ვიყავი სოფელში და ჩვენ მივტიროდით იმას, რომ აი ბებიასთან და ბაბუასთან სოფელში რა კარგია და ისინი ჩვენ რო ყვებოდით, რომელ ქვეყანაში ვიყავით და რამდენი კონცერტი ჩატარდა, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ბალანსდებოდა იმით, რომ ჩვენ როცა უბრუნდებოდით ჩვენს მიწაზე, წასვლა და მობრუნება იყო ისევ ჩვენი თბილისოთი და იმ ქართული იავნანით და ქართული სიმღერით, ამით ვეფერებოდით ჩვენს თბილისს ყოველთვის. ჯადოსნური ბავშვობა გქონდათ ნამდვილად. კი, როგორ გაგრძელდა მე თქვენი გზა? ძიურის შემდეგ. მე დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიის ფაკულტეტი თარგმანის სპეციალობით ქართულ ენასა და ლიტერატურასთან ერთად და კინოხელოვნება მეორადი ფაკულტეტი იყო ასეთი. ნუ თავისთავად მუსიკალური განათლება ყველას გვაქვს და სხვადასხვა პერიოდში ძალიან დიდი ხანი მუშაობდი უნივერსიტეტში ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე, უახლესი ქართულის და ვკითხულობდი მეტყველების კულტურას. აკადემიურ წერას, ეს ახალი საგანი ალბათ იცით ახალგაზრდებმა უკვე და ძალიან საჭირო საგანი. ხო, სამწუხაროდ ყველგან არ იკითხება და ეს ალბათ საჭიროა რომ ყველამ გაიაროს და მაქვს პარალელურად აი ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე უკვე 20 წელია საბავშვო საყმაწვილო მუსიკალურ შემოქმედებითი სტუდია ბომბორა, იმიტომ რომ გარდა სიმღერისა, კლასიკური საესტრადო ვოკალისა, გარდა რითმიკისა ისწავლება მეტყველება და ისწავლება კიდევ ისეთი პატარა ლიტერატურული უნარჩვევები, სადაც ქართველმა ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ იწერება ქართული ზღაპარი, როგორ იწერება ქართული მოთხრობა, როგორ იწერება ქართული ჩანახატი და ქართული ლექსი. ასე რომ ვერ მოვწყდით მუსიკას. რატომ შეიძლება ლია ხორბალაძე დაუბრუნდეს სასახლეს და სტუდია იქ კონდეს? დიდი მადლობა ეს ჩემთვის ძალიან. დიდი მადლობა ქალბატონო ქეთევან. დიდი მადლობა. ჩემთვის ძალიან საინტერესოა შენთვის რა იყო მზიური და რა არის დღემდე, თუმცა ჯერ მინდა რომ სიმღერა მოვისმინოთ, პატარა სტუმარი ემზადება ჩვენთვის სამღერად და გვანცასთვისაც რა თქმა უნდა დაგვრჩება დრო. ხოთაშორის გვანცას ვიმღერებს, ოღონდ გადაცემის
ბოლო ნაწილში რა თქმა. მანამდე ჩვენ ყველაზე პატარა სტუმარი. ახალ თაობას დავუდგოთ პარეზი. რომელსაც უნდა დავემშვიდობოთ სამწუხაროდ ამ ბლოკის დასასრულს. ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ამ არაჩვეულებრივი ტრადიციის გამგზელებლები და დიდი მადლობა რომ მოხვედით სტუდიაში. დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში. ირაკლი, ნახეთ როგორი რაღაცები მოგვიმზადა. აი მე ეს რა უკვე დაასრულე ხო თუ რაღაც დეტალი ხო ერთი აი ეგ პატარა დეკორაცია უნდა და მორჩა. ბო გავიხსენოთ რა ვქენით და გავაკეთეთ ავოკადოს და კრევეტის მუსი პამპელმუსთან ერთად და ავუქენი კიდე შიგნით აღარ მახსოვს. კრევეტიც უქენი მე მგონი. ხო და კრევეტები შიგნით. ერთი კოვზი მაიონეზი. მე მგონი მაიონეზი, ცოტა წვენი იმისი. რა ქვია პამპელმუსის, ცოტა ლაიმი, ლიმონი და კერძი მზადაა. მაგლი ციცაკა. შეგვიძლია ცოტა ვორჩესტერი მიწეთ, სოია მიწეთ ასე შემდეგ. გემოვნებით. ხო. მე გავაკეთეთ ესეთი დესერტი. აბრიკოსგან მუსი
შეგვიძლია ახლა ზაფხული რომ მოდის ბევრი ხილი გვექნება და ეს შევცვალოთ ნებისმიერი ხილი ხო? ატამი ავიღოთ, კენკროვანი, უამრავი რაღაცები შეიძლება და მზადდება ძალიან მაგდივად. ვაბლენდერებთ, ვაკეთებთ გოგლიმოქს, ვაკეთებთ ბეზეს, მე ამას ყველაფერში ერთად ნაზად ვხურებთ და მაცივარში დაახლოებით ნახევარი საათი. ახლა შენ ლიმონის ცედრას ხო, ახლა ამას ცოტას ვუზამ, რომ და შიგნით ვუქენი კიდევ ცოტათი ლიმნის წვენი. ეს ლიმონია თუ ლაიმი? ეს ლაიმია. ლაიმია. ცოტათი ლიმნის წვენი ვუქენი, რომ ლიმონს გემოები ამოყავს და უფრო შევიგრძნობთ იმას. თუმცა ჩვენი აბრიკო თლად კარგად მწიფე არ იყო. ხო. მომიწია ცოტა მეტი შაქარის გაკეთება. თავიდან ატუალო. ევალაებო. გასწავლით მერე. ზათარი ხო? ზათარი. აი ამ ყველაფერს ჩვენ დავაგემოვნებთ, ოღონდ გადაცემის შემდეგ, როგორც კეთერი დასრულდება. მანამდე ისევ დავუბრუნდეთ მზიურს, ხო? ბაძაშენ რომელი თაობის მზიურელი ხარ? მე ვარ მეექვსე თაობის მზიურელი, ცოტა რთულ პერიოდში შექმნილი თაობა ვარ 90-იანებში, მაგრამ ამ პერიოდმა ისე განვლო მზიურის დამსახურებით, რომ საერთოდ არ გვიგრძნია გარეთ რა ხდებოდა. ჩვენ რომ ამბობთ რომ მზიურის სხვა სამყარო არის, ნამდვილად სხვა სამყარო იყო, იმიტომ რომ აი უცებ მოვხვდით, მე 4 წლიდან სასახლეში ვიზრდებოდი, ასე ვთქვათ და უკვე 6 წლის ვიყავი, როდესაც მზიურში მიმიღო ბატონმა გურამას ვეძახით დღემდე და ესე უნდა დაგიძახოთ. და მართლა ჯადოსნური სამყარო იყო, იმიტომ რომ 6 წლის ბავშვისთვის უცებ ინსტრუმენტებზე დაკვრა, თან ჩვენ ძალიან ადრეულ ასაკში დავიწყეთ მიუზიკლების გაკეთება. პირველი მიუზიკლი იყო ბურატინო, შემდეგ ვერისუბნის მელოდიები, შემდეგ ოლივერი და ანუ ძალიან დიდი გამოცდილებაა, როდესაც თან ცოცხლად უკრავ, მღერით, ცეკვავ და რა ვიცი, მგონი ჩვენს თაობაში პირველი ესეთი მცდელობა იყო, ნამდვილად და გაამართლა კიდევაც. ყველაფერი ერთად. ყველაფერი ერთად. ჩვენ თვითონ უკრავდით, ჩვენ თვითონ მღეროდით, ჩვენ თვითონ თამაშობდით და ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩვენ. ყველა მზიურელზე რაღაცა გავლენა იქონია შემდეგ პროფესიის არჩევაში, გზის არჩევაში, მომავლის. შენ შემთხვევაში როგორ მოხდა? რა გავლენა იქონია შენს მომავალზე, შენს ცხოვრებაზე? იქონია დღეს რომ მომღერალი ვარ, ამაში მზიურსაც რა თქმა უნდა დიდი წვლილი მიუძღვის და რომ არ გამიჭირდა შემდეგ ანუ სცენაზე თუნდაც მოძრაობა, კონტაქტი და ასე შემდეგ, ბავშვობიდანვე რომ მიჩვეული ვიყავი, ამან დიდი გავლენა მოახდინა. და სხვათა შორის ჩვენს თაობაში რამდენიმე დღეს სცენაზე დგას, მაგრამ სხვები, ვინც არ არიან დაკავშირებული მუსიკასთან, ისინი ძალიან წარმატებულები არიან თავის სფეროში და ძალიან მიხარია. ხო, ცხოვრების წესი იყო, მე მგონი არა მხოლოდ თავიდანვე შემოაჩვენეთ. კი, დისციპლინა რაღაც რკინისებური, იმიტომ რომ ისე გვეშინოდა გურამასის. რაღაცა წარმოუდგენელი კაცრი იყო. ძალიან კაცრი იყო. ყველა ლიასაც კითხეთ, ნუ აი ყველა თაობაში კი კაცრი იყო, იმიტომ რომ სამართლიანად მოითხოვდა რომ ყველა პასუხისმგებლობით მაგრამ ძალიან დიდი სამართლიანი ვიყავი. ხო, სამართლიანად გამოხატავთ ნამდვილად საჭიროა ეს, თორე ისე დიდხანს უბრალოდ ვერ იარსებდა. დავალებას რომ მოგცემდა აბა გაგებე და ხო არ გააკეთებდი, ესეთ შემთხვევა ალბათ არ იყო, რა ხანას ტიმ კაცრი იყო გურამას. ხო არ გააკეთებდი საოცარი დაჯდის მეთოდი. ნუ შანსი არ იყო დაგვიანების. გამორიცხული იყო, იმიტომ რომ მოგიწევდა მე 2 საათი ყინვაში გარეთ დგომა არ გუშვებდა და ეს არავინ არ აგვიანებდა მართლა, იმიტომ რომ იცით რომ ვეღარ შეხვიდეთ. ვეღარ შევიდოდით და მაგალითად ჩვენთვის დასჯა იყო ისიც რომ მღეროდი სოლოს ან უკრავდი სოლოს და აღარ დაუკრავდი, აღარ იმღერებდი თუ არის იმეცადინებდი, თუ არის შრომებდი, თუ არის სწავლიდი. სამაგერად დღეს ძალიან გვადგება ეს უნარჩვევები. კი, ნამდვილად. და დღეს რომ შეგვიძლია თუნდაც ეგრეთ წოდებული ციფროვკით, ნებისმიერი სიმღერის გარჩევა, დაკვრა, რამდენიმე ინსტრუმენტზე მაინც, ესეც ბატონი გურამის დამსახურებაა. როგორი ამაყიზის გურამი მასი. ეხლა აღარ გვეშე. გურამას ახლაც ასეთი მკაცრი ხართ ახალი თაობის ბავშვებთან? არა, ნუ ეს ცხოვრების წესია. თქვენ არ გეჩვენებათ ეს სიმკაცრე. ცხოვრების წესია, ესეა საჭირო. ძალიან საინტერესოა რეპერტუარი როგორ იქმნება ანსამბლისთვის და სხვადასხვა თაობისთვის. რა განსხვავებაა, თქვათ ქალბატონი ლიას თაობის მზიურელის სიმღერებსა და ახლანდელ სიმღერებს შორის? იცვლება რაღაც? თითქოს ხაზი ერთია. ხაზი თითქოს ერთია. არა, ნუ ფორმა ერთია. ანუ გოგოები უკრავენ და მღერიან ერთდროულად, ინსტრუმენტებზე უკრავენ და მღერიან. ეს ფორმაა. მაგრამ მაია ეს საოცარი. მაია ჯაბუა ხო? მაია ჯაბუა. კი, ნამდვილად.
როგორ გავჩუმდით ყველა ბუსმენ ალბათ როგორ შურდა თავის ბავშვებს მაინც არიან. დღეს მაიკოს დაბადების დღეა და გულოცა მიიღულოთ ორიგინალური ხმას და სცენაზე დგომას. ორიგინალური არანჟირება და სტილი რაღაცნაირად მეგონება ტრადიციად ჩამოყალიბდა. გავდა ეს სიმღერები თავის არანჟირებით, რაც დღეს შესრულდა. რაღაცნაირი ბრენდია უკვე. ზიურული ჟღერადობა. და ძალიან რთულია საერთოდ ვოკალური ინსტრუმენტული ანსამბლის სამეთუმეტეს ამას საკში ხოვრება კი მზიური ბოლოს ერთად ვარსკვლავის გახსნის დღეს შეიკრიბა ხო როგორც ძველი თაობის წარმომადგენლები ახალი თაობის წარმომადგენლები ეს როდის იყო მე მგონი 2010 წელს თუ არ ვცდები 4 წლის წინ და სამეგრელოშიც ხო შევიკრიბეთ ახლა არა სამეგრელოში და სამეგრელოში აი გურამასი უკეთესად მოყვა მზიურზე გამოიცა წიგნი და კარიც დავდა შევიკრიბეთ მგონი ყველა თაობა ვიყავით თითქმის და ზუგდიდში რატომ აი ეს რა შემადგენლობით არა მაგრამ როგორც ახალი მაინც ვიყავით რა წიგნი იყო უფრო კონკრეტულად როგორ თქვა ვინ გამოსცა ეს გოდერძი ბუკიას ინიციატივით ნუ ესე ვთქვათ ინიციატივით გაკეთდა წიგნი ანუ პაატა ნაცვლიშვილმა თავის დროზე დაწერა ჩვენი ჟურნალისტი იყო და სულ წერდა ჩვენზე რაღაც სტატიებს და ითავა და გააკეთა ეს წიგნი და გოდერძი უბრალოდ გამოსცა ეს წიგნი ყველა თაობაზე პირველი თაობიდან დაწყებული ნუ ერთგვარი დოკუმენტალისტიკა გამოვიდა დღემდე ძალიან საინტერესო წიგნი გამოვიდა ისეთი ძვირფასი წიგნის პრეზენტაციაზე შეიყარეთ ერთად ხო მადლობა გოდერძი ბუკიას სანამ საუბარს გავაგრძელებდეთ მანამდე ისევ ნინუცა უნდა ჩავრთოთ რა მოამზადა რომ ვნახოთ უფრო კარგად მე მგონი უკვე საბოლოო შედეგი უნდა გვაჩვენოს ხო თავისი კერძების უკვე გადაუნებია უკვე სხვა სიტუაციაში ვისკის სვავს თუ კონიაკს ჩვენს მომზადებულ კერძებს ცოტა მოგვიანებით გაჩვენებთ და ჩვენ ახლა სამზარეულოდან გადმოვინაცვლეთ ღვინის ბარში. მე დარწმუნებული ვარ თქვენ ძალიან გიხარიათ კადრში ჯონის დანახვა. ჯონ, რამდენი სახეობის ღვინო აქვს? ჩვენ გვაქვს 150-ზე მეტი სხვადასხვა ნატურალური ღვინოები მთელ სოფლიოდან. ანუ ეს არის ოჯახში დამზადებული ღვინოები, სადაც ერთი და იგივე ადამიანი ქორწენი მოკავს, რომელიც დაცურს. აქ არის სიცილია, ესპანეთი, იტალია და ესე მთელ საქართველოს მესხეთიდან დაწყებული დამთავრები, რაც ლეჩხუმი, ემერეთი, კახეთი, ქიზიკი. ეხლა საინტერესო ღვინო მინდა გაჩვენო. ეს არის ყველაზე საინტერესო ესპანეთში, ქართულ ქვევრში მომზადებული ეს არის ნარევი 1-14 სხვადასხვა იშვიათი სამხრეთ ესპანეთის ჯიშები, რომელიც არის ქვევრში დაკენებული. ფერი ქართველისთვის არის ცნობილი, მაგრამ არამათი, რა თქმა უნდა, ექნება ესპანეთის და მაგითი უნიკალური ჯიში. ფერი ქართული გემო ესპანური. აბარა. ჩვენი აუცილებლად უნდა გადმოგცე, რომ ჩვენმა წამყვანებმა დიდი მოკითხვა გადმოგცეს სტუდიიდან. გაიხარეთ, თქვენს მოგიკითხე. აი თელი იდეა ეს არის რომ აქ ნატურალური ქართული ღვინის გვერდში უნდა იყოს ყველაზე საუკეთესო ნატურალური ღვინო სოფლიოდან. ქართველები თუ უნდათ რომ გაიგებენ თავისი ღვინო როგორია, უნდა იყოს ეს შედერებით. ანუ ნატურალური ღვინო არის ზემი, სადაც რაც მეტი მრავალფერიანობა, რაც უკეთესი. და ეს არის პირველად რაც ამიერკავკასიაში მასეთი აი ობიექტი არის, სადაც ამდენი არჩევანი. ბევრმა ქართველმა არ იცის ისე კარგად ქართული ღვინო როგორც შეიძლება. მოდი გადავინაცვლოთ ახლა. გადავიდეთ. აუცილებლად. ჩვენს მიერ მომზადებული კერძები უკვე მოთავსებულია სუფრაზე. ჯო, ყველაფერი ჩემ მომზადებულია. ეს ყველაფერი. კოჩა, ჩაგითვალე. კარგით თუ მოიქცე, მოგიყვან სამსახურში. მე იმდენი ადამიანი თავაზობს უკვე სამსახურს, ცოტა შეიძლება დავფიქრდე ტელევიზიიდან, კულინარიაში ხომ არ გადავინაცვლა. კი. ეს აუცილებლად ჯენახე ეს კროსტინი, რომელიც არის თრუფლებით ჩარხალით, თუთუბა და ნადუღი. ეს ღვინოს უხდება. ღვინოს მაგრად უხდება. ჩვენ რესტორანში ყველაფერი უხდება ღვინოს. თუ არ უხდება ღვინოს, აქ არ არის. იდეა არის ესეთი. ეს არის ხელით დამზადებული ძველ ქართული სხვადასხვა კველები. ეს არის კიდე სოკოს რაგუ. საკმაოდ კარგად გამოიყურება მე მგონი ყველაფერი. ღვინოც არის უგემრიელესი. გასინჯე გავსინჯე და ძალიან მომეწონა და ამიტომ ახლა მე მაყურებელს დავემშვიდობები.
დიახ. და ღვინისმა შემდეგ გავაგრძელებ. სურს შენი. დაგიმარჯვეთ. დიდი მადლობა ნინოს. მე ძალიან მოხარული ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ მართლაც რომ ჯონი არის ჩვენი ერთ-ერთი პირველი აღმოჩენა ჩვენ მე მგონი პირველები ვიყავით ვინც ჩავიდა სიღნაღში ჯონისთან და მისი ოჯახი გაიცნო მე ისინი ჩვენ სტუდიაშიც ყავდა და მე ძალიან მიხარია რომ ჯონი ესეთი წარმატებულია და ესეთი დაინტერესებული ქართული კულინარიით და ღვინით ძალიან პოპულარიზაციას უწევს ქართულ სამზარეულოსა და თვითონ ბევრ ქართველზე მეტი იცის თვითონ ისტორიაზეც და კულინარიაზეც და ღვინოზეც და ხოჩა. ქართულად ჩვენი მოყოლები რომ ნამდვილად ესე იყო. კი, გრამატიკულად საუბრობ. კი, რამდენი სიტყვა ქონდა ლექსიკონში. ქართველია, ქართველი, ფაქტობრივად. თან ეპიზოდებულ სლენგზეც ჩაკეთვალა. გაიხარე. კი, ნამდვილად. და ისო მზიური. მე მაინტერესებს დღეს რამდენად აქტიურად იმართება კონცერტები, გასტროლები, აი ახსენეთ სათანადოდ ბოლოს იერუსალიმში. არის ეს ნუ ისე რომ გითხრათ ძალიან ხშირად არა. ნუ ჩვენთან საერთოდ შოუ ბიზნესი არ არსებობს. ჩვენზე ხშირად ხომ არის გურა. ჩვენ დროს რომ იყო. ნუ სასახლეში ტარდება ღონისძიება. აი გუშინ იყო 9 მაისის ესეთი გამარჯვების დღესთან დაკავშირებით კონცერტი. აი ხვალ ზეგ უпростоრად 10-ში ჩვენთან სასახლეში ტარდება კონფერენცია იქ გამოვალთ ვიმღერებ მოკლედ სასახლეში არაფერი არ ტარდება ბზიურის გარეშე. შიდა ტურნირები აი ქვეყნის ფარგლებში შიგნით ტურნირები კი არა უფრო ტურნეები თუ გაქვთ ხოლმე კონცერტები სხვადასხვა ქალაქებში. ძალიან ფინანსებთან არის ძირითადად ფინანსებთან არის ძირითადად. იმიტომ რომ ყოველი წასვლა არის ჩვენ ცოტა ისეთი ანსამბლი ვართ რომ გვჭირდება ინსტრუმენტები აი ეს საკმაოდ ძვირადღირებული უფრო უადვილდებათ იმიტომ რომ ერთი ჩემოდანი თქვა ფორმები დოლი გარმონი და ჩვენ მთელი აპარატურა გვჭირდება და ამითი არის ცოტა სირთულე თორე დანარჩენი არავით არის პრობლემა. ქაბოტონკიდან როგორც მივხვდი თქვენ შემთხვევაში ძალიან დიდ როლს თამაშობს და ძალიან ხელს გიშლით ფინანსების არ ქონა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ რომ რაღაცნაირად მოვიპოვოთ ეს ფინანსები, იმიტომ რომ ჩვენ ვართ სიპი და სიპის კანონმდებლობით გვაქვს საშუალება რომ გარშემოსავლები გქონდეს. მაქსიმალურად ვცდილობთ, მაგრამ იმდენი პრობლემა დაგროვდა ამ წლების განმავლობაში, რომ რასაკვირველია ამ პრობლემების ერთდროულად გადაწყვეტა შეუძლებელია ნელ-ნელა მივყვებით. თუმცა მიუხედავად აი ამდენი პრობლემისა, უნდა აღენიშნოს, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში სიცოცხლე ჩქეფს, იმიტომ რომ მუდმივად რაღაც იმართება. დღე არ გავა, მე მგონი რომ აი ღონისძიება არ კონდეთ. მაგრამ მაქსიმუმ რომ აი ამ კედლებს გაცდეს ეს ყველაფერი და უფრო ფართო აუდიტორიისთვის იყოს. იცით რა არის? ეხლა წელს მაგალითად ჩვენი სცენა გახსოვთ. მობზადეთ ეხლა ნახეთ, 2 იმდენია. გავზარდეთ. სწორედ იმიტომ რომ ამ სცენაზე შესაძლებლობა გქონდეს თუნდაც მოცეკვავეებმაც რომ სრულყოფილად ანსამბლი წარდგეს, იმიტომ რაღაცა შევიწროებული ოდენობის ანსამბლებით გამოდიოდნენ მოკლედ. ბევრი ვერც ეყვავდა, თუნდაც ინსტრუმენტალური ანსამბლებსაც მიეცეთ საშუალება რომ კარგად გაიშალოს ინსტრუმენტებიც, იქ ახლა მიუზიკლები, რასაც თქვენ ამბობთ, თქვენ დროს იყო ეს და სხვათა შორის მე მინდა გითხრათ, რომ აი ის რომ თქვენ ცხოვრობდით რაღაც სხვა საქართველოში. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სხვა საქართველოში ცხოვრობდით ბზიურის გამოისობით. იმდენად ჩვენ ჩართულები ვიყავით, მთელი ჩვენი თაობა, ბავშვები, ყველა სიმღერას მღეროდით ჩვენ თვითონ. ეს იყო სამაგალითო, თვითონ ბზიური ჩვენ ცხოვრებაში შემოჭრილი იყო სხვანაირად. და რაღაცა მე მინდა რომ დღესაც ბზიურის კონდეს ასეთივე დიდი წარმატება, რაც ჰქონდათ აი ამ პირველ თაობას შემდეგ თაობა. მე უკვე ნელ-ნელა მოდიოდა უკვე არა ანსამბლი, არამედ უკვე ინდივიდების უფრო მეტი წარმატებები ამ ბავშვებს. პირველი თაობის ასე გამორჩეულად წარმატებულობა რა შეიძლება რომ მივაწეროთ? ნუ უპირველეს ყოვლისა მოდით ახლა ვიყოთ. გარდა იმისა რომ ფილმი გადაიღეთ მაშინ ამაზე. მაგრამ იყო მაინც ახალი. პირველები იყო. ეს სიახლეები იყო. შოკირებული იყო პირველი კონცერტის მერე მაყურებელი რო დაინახა, გოგოები დგანან, უკრავენ, მღერიან
ეს იყო რაღაც თან გოგოქიუმა ძალიან იმუშავა ცოტა უფრო სანახავი მერე იყო და მე მახსოვს პირველი კონცერტი სასახლის იუბილეზე 18 ნოემბერს რუსთაველის თეატრში 71 წელს ნუ გახსოვს ეს ხო კი მართალია ბებია ვარ მაგრამ სულ ამბობ წელკი ბებია ვარ თქვა მახსოვს ჯერ კიდევ სხვა შეს მე შემპირდა რომ მასწავლოს დასარტყამ ინსტრუმენტზე რატომ არ ასწავლეთ გვანცას იმიტომ რომ ყველაფერზე დამაკვრევინეთ დასარტყამ ინსტრუმენტის გარდა და სულ მინდოდა და აი მე მითხარი ჯერ კიდევ გვიანი ლიას ღიმილი აი სიხალასე რაც მას ჰქონდა ის ბავშვებს ვეუბნები ხოლმე ისე უნდა იყოთ აი სულ ესე გაფრთხილებული რომელიც შენერჩუნებულია დღემდე მე მგონი ხო ნამდვილად დადებითი ემოცია რომელიც მზიურის ჰქონდა თავისთავად ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი დამსახურება იყო ალბათონი რომელიც იჭდა ამ ძალიან ინსტრუმენტად და როგორი სიმსუბუქი და როგორი სილავი ნამდვილად ძალიან თქვენ რა შეეხება იმას რომ გამოვიტანოთ გარეთ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რასაკვირველია რომ ჩვენი წარმატებებიც ის ღონისძიებებიც რასაც ჩვენ ვატარებთ გამოვიტანოთ გარეთ მაგრამ თქვენ თუ ჟურნალისტები არ ამოგიდგებით ვერავინდაც ვერ გაიგებს ამას ისევ დარჩება რაღაცნაირად კეთილში ამიტომ რაღაცა მინდა რომ პირობა ჩამოგართვათ რომ ყოველი ჩვენი დაპატიჟება თქვენი მობრძანდით გადაიღეთ და გავაშუქოთ ხოლმე ძალიან დიდი მადლობა და ამ ბავშვები აი ეს ბავშვები უნდა ნახოს სხვებმაც იმ სხვა ბავშვებმაც უნდა დაინახოს რამხელა ამბავი არის თვითონ სასახლე თქვენ ძალიან კარგად აღნიშნეთ რომ შესაძლებელია და გარე დაფინანსებების მოპოვება ამიტომ ჩვენი ეთერის საშუალებით მიმართავ ყველას ვისაც ეწიფება ამის გაკეთება რომ იქნება ძალიან დიდი დანაშაული თუ წყვეტა იქნება ამ ტრადიციის და ამიტომ როგორმე იქნებ ითაოთ მზიურის დაფინანსება და ესე ვთქვათ ფართო საზოგადოებამ არ უნდა დაკარგოს ეს სიამოვნებო არ უნდა მოაკლდეს გასაკურველი ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში სულ ცოტა გჭირდება სულ ცოტა კი ბატონო სულ ცოტა ასიათასჯერ მეტი იყოს განსა მე მინდა რომ სიმღერით დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის მაყურებელს დავემშვიდობებით ხოლმე და მიდავებთ განსა ზაქარიშვილის სიმღერას Racconti i tuoi mille sogni ridendoci su poi quando scendo in cucina indico bambini a scuola tardi già sento d'amati in quei momenti era anche oggi un nuovo giorno ma insieme a te da quando l'occhi dei tuoi mano pensato chiudo ormai a quando fai le tue smorfie nel bagno mi tanto sciallo poi quando prendi una mele vai e mentre il sole sale su sento d'amati in quei momenti era anche oggi un altro giorno ma assieme a te Momento
tu sai